ეგვიპტის მთავრობამ ტრამპის გეგმის საფირწონედ ღაზის სექტორის მომავლის შესახებ თავისი ხედვები გაუზიარა არაბულ სამყაროს. რას ითხოვს ტრამპი ტაივანისგან? თურქეთსა და ქურთებს შორის ურთიერთობა თბება. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს გაგაცნობთ ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში. მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. კაიროში არაბული ქვეყნების ლიგის რიგგარეშე სამიტი ჩატარდა, რომლის მთავარი მიზანი ღაზის მომავლის შესახებ ერთობლივი ხედვის შემუშავება იყო. ეგვიპტის პრეზიდენტმა ალ-სისიმ სამიტს მისი მთავრობის მიერ შემუშავებული ღაზის გადარჩენის 91 გვერდიანი დეტალური გეგმა წარუდგინა, რომელიც ბუკლეტებად დაურიგდა სამიტის მონაწილეებს. ტრამპის გეგმის მსგავსად ამ დოკუმენტსაც უამრავი ფოტო ახლდა, რომელზეც აყვავებული ღაზა იყო ასახული. გეგმა 3 ეტაპისგან შედგება. პირველია დროებითი ღონისძიებები, რომლის განხორციელებას 1 წელი დასჭირდება. მეორე ეტაპი ღაზის რეკონსტრუქციას გულისხმობს და მესამეა ღაზის სექტორის ადმინისტრაციული მართვა მომავალში. გეგმის მიხედვით მეორე და მესამე ეტაპის რეალიზაციას 4-5 წელი დასჭირდება. პირველ ეტაპზე ღაზის მოსახლეობისთვის უნდა შეიქმნას ცხოვრების ნორმალური პირობები. პალესტინელთა მონაწილეობით, ოღონდ ეგვიპტისა და იორდანიის მთავრობათა ზედამხედველობით უნდა შეიქმნას ნეიტრალური ტექნიკური მმართველობა პოლიტიკოსთა ჩარევის გარეშე. ნანგრევებისგან გაიწმინდოს ტერიტორია, აშენდეს 200,000 დროებითი საცხოვრებელი, შეკეთდეს ინფრასტრუქტურა და აღდგეს საავადმყოფოები. მეორე და მესამე ეტაპი რეფორმებსა და მშენებლობას ითვალისწინებს. აშენდება კაპიტალური საცხოვრებელი ობიექტები, წყობში შევა ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები, აღდგება და გაფართოვდება ღაზის ნავსადგური და აეროპორტი. უსაფრთხოებას ამ ეტაპზე დროებითი ტექნიკური მმართველობა და მასთან ერთად ეგვიპტისა და იორდანიის მთავრობები უზრუნველყოფს, რომელიც თანახმა ღაზაში გაერო სამშვიდობო ძალები განთავსდეს. ღაზის მომავალი მმართველობა კი არა ჰამას, არამედ პალესტინის კანონიერ მთავრობას უნდა გადაეცეს. ეგვიპტემ ეს გეგმა 53 მილიარდ დოლარად შეაფასა. პირველ ეტაპზე 20 მილიარდ დოლარს სპარსეთის ყურის ქვეყნები გამოყოფს. ეგვიპტის მთავრობა იმედოვნებს, რომ გეგმის მომდევნო ეტაპებს სხვა ქვეყნებიც დააფინანსებს. არაბული ქვეყნების ლიგამ მოიწონა გეგმა და მხარი დაუჭირა მის განხორციელებას. ლიგის მეთაურმა აჰმედ აბულ გეითმა განაცხადა, ეგვიპტის გეგმა მთელი არაბეთის გეგმააო. სამიტზე თითქმის ყველა ქვეყანამ დაგმო ტრამპის გეგმა. თავად ტრამპი ეთნოწმენდის იდეის განხორციელებაში დაადანაშაულეს. სამიტზე გამოითქვა ერთობლივი აზრი, რომ არაბული ქვეყნები ტრამპის გეგმას არასოდეს არ მიიღებენ. სამიტმა საერთაშორისო თანამეგობრობას ეგვიპტის გეგმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, თუმცა ერთ მწვავე თემას მაინც აუარეს გვერდი, კერძოდ ჰამასის განიარაღებასა და ლიკვიდაციას. არაბულ ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ ამის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ჰამას ღაზის მოსახლეობაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ ჰამასის განაიტრალება მხოლოდ ღაზის მოსახლეობის გადმობირებით შეიძლება მოხდეს. ეგვიპტური გეგმა კი ზუსტად ამას ითვალისწინებს, თუმცა მის განხორციელებას მხარეთა, ანუ ჰამასისა და ისრაელ-ამერიკის შეურიგებლობა უშლის ხელს. ჰამასი თითქოს თანხმდება ეგვიპტური გეგმის რეალიზაციაზე, მაგრამ ტექნიკური მმართველობის მიერ ღაზის მართვის წინააღმდეგია. ამერიკა და ისრაელი კი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეგვიპტურ გეგმას. ისრაელს ღაზის მოსახლეობისგან მთლიანი დაცლა სურს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება არაბთა სამყარო. თეთრმა სახლმა უკვე გააკრიტიკა ეგვიპტის გეგმა, თუმცა საინტერესოა, რას მოიმოქმედებს ტრამპი. ამერიკელი ექსპერტები თავიდანვე კრიტიკულად უყურებდნენ ტრამპის გეგმას, რადგან
2 მილიონი მოსახლეობის გადასახლება ფაქტობრივად შეუძლებელია. დასავლელი ექსპერტების მტკიცე აზრით, ღაზის პრობლემის მოგვარება პალესტინის ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეაზეა მიბმული, რასაც ნეტანიაჰუს მთავრობა ეწინააღმდეგება. საბოლოოდ კი ისრაელ-პალესტინის საკითხი ისევ გადაუწყვეტელი რჩება. პანამის, კანადის, მექსიკისა და უკრაინის მაგალითებზე მთელმა მსოფლიომ დაინახა ტრამპის საგარეო პოლიტიკის სტილი, რომლის გასატარებლად ის ძირითადად ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს. როგორც ჩანს, კონკურენტი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური პოზიციის შესასუსტებლად ეს ყველაზე ოპტიმალური ხერხია. ტარიფების გაზრდის მუქარით შეშფოთებული ქვეყნები ბოლოს და ბოლოს თან ხვდება ხოლმე ტრამპის შეთავაზებულ პირობებს. მაგალითად, ტრამპი პანამის ადმინისტრაციას პანამის არხზე ამერიკული კონტროლის აღდგენით დაემუქრა. შედგა მოლაპარაკება და პანამა დათანხმდა თავის პორტებზე კონტროლი. ჩინეთს კი არა, ამერიკას გადასცეს. ამჯერად ტრამპმა ტაივანს შეუტია. ტაივანი მაღალ ტექნოლოგიური ჩიპების წარმოების მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ჩიპების პროდუქციის 70% ტაივანზე მოდის. ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა. მისი აზრით, რადგან ამერიკა ტაივანის უსაფრთხოებას იცავს, ტაივანი ვალდებულია მოპოვებული სიმდიდრე ამერიკას გაუზიაროს. შესაბამისად, ტრამპმა ტაივანს ჩიპების ზოგიერთი წარმოების ამერიკაში გადატანა მოსთხოვა. უფრო მეტიც, ამერიკის პრეზიდენტმა ტაივანს ამერიკული კომპანიის ინტელის გაკოტრებისგან გადარჩენა მოსთხოვა, რომელიც დაუყოვნებელ ინვესტიციებს საჭიროებს. შეგახსენებთ, ინტელი მიკროპროცესორების მწარმოებელი ამერიკული კომპანია, რომელიც გაკოტრების პირასაა. მოთხოვნაზე უარის შემთხვევაში ტრამპი ტაივანს მაღალ ტექნოლოგიებზე 100%-იანი ტარიფების შემოღებითა და ტაივანის დაცვაზე უარის თქმით დაემუქრა. ტაივანის შეშფოთებულმა მთავრობამ აქტიურად დაიწყო ტრამპთან საერთო ენის გამონახვა. ტაივანის ჩიპების მწარმოებელი მთავარი კომპანიის TSMC-ს ხელმძღვანელი CCV პირადად შეხვდა ტრამპს. შედეგად TSMC 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ამერიკაში, რითაც შეერთებულ შტატებში ჩიპების 3 საწარმო და მაღალი ტექნოლოგიების 2 სამეცნიერო ლაბორატორია აშენდება. ეს პროექტები 40,000-მდე ადამიანს დაასაქმებს. არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ რა ბედი ეწოვა თავად ინტელს. ტრამპმა მადლობა გადაუხადა TSMC-ს ხელმძღვანელობას, მაგრამ დასძინა, რომ ტაივანისთვის ტარიფების დაწესება ჯერ არ გადაუფიქრებია. ტრამპის ამ კომენტარზე ტაივანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტაივანის მთავრობას ჯერ არ მიუცია თანხმობა ინვესტიციებზე. ხელშეკრულებას საგანგებო კომისია შეაფასებს, რომ კარგად იყოს დაცული ტაივანის ეკონომიკური ინტერესები. იმავე ოფიციალურმა პირებმა ტაივანის მოსახლეობა დაამშვიდა, რომ ვაშინგტონში დადებული ხელშეკრულების მიხედვით მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ქარხნები ტაივანში დარჩება. უკანასკნელ 10 წლეულებში ტაივანი მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელ მსოფლიო დონის ჰაბად გადაიქცა და ამ სტატუსის დაკარგვა ქვეყნისთვის კატასტროფას ნიშნავს. ტაივანის პოლიტიკური ელიტა ჰაბს Silicon Shields, ანუ სილიკონის ფარს უწოდებს. მათი აზრით, ეს ფარი ტაივანს ჩინეთის შესაძლო აგრესიისგან დაიცავს, რადგან ჩინეთსაც სჭირდება ტაივანური ჩიპები. ტაივანის მიმართ აგრესია კი ტაივანის ეკონომიკასაც გაანადგურებს და ჩინეთისასაც. მეორე მხრივ, ამერიკის ეკონომიკაც დიდადაა დამოკიდებული ტაივანში წარმოებულ ჩიპებზე და ეს ტექნოლოგიები ჩინეთის ხელში რომ არ აღმოჩნდეს, ამერიკა უფრო მეტად იქნება დაინტერესებული ტაივანის უსაფრთხოება უზრუნველყოს. როგორც ჩანს, ტრამპს ტაივანის სილიკონის ფარის დაშლა სურს. მისი საბოლოო მიზანი ტაივანის მაღალ ტექნოლოგიური ჰაბის ამერიკაში გადატანაა. ტაივანის მასმედიამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა. შეხედეთ,
ტრამპი რას უშვება უკრაინას? ჩვენც ასე მოგვექცევა. ტრამპი მუდმივად იმეორებს, რომ კარგი გარიგებები უყვარს, ამიტომ ჩნდება კითხვა. ტრამპმა რომ ჩინეთთან ტაივანის შესახებ კარგი ხელშეკრულება დადოს და გაყიდოს ტაივანი, მაშინ რა უნდა ვქნათ? ამ დამაფიქრებელ ემოციურ კომენტარს ტაივანის მთავრობა და ამერიკელმა დიპლომატებმა ერთნაირი პასუხი გასცეს. მათ ტაივანის მოსახლეობა დაამშვიდეს და განაცხადეს, რომ კუნძული გეოპოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისთვის. ამიტომ ამერიკა ტაივანს არასოდეს არ მიატოვებს. ქურთისტანის მუშათა პარტიამ PKK პარტია კარკერენ ქურდისტანე და მისმა ლიდერმა აბდულა ოჯალანმა ისტორიული მოწოდება გაავრცელა. ეს გასამხედროებული პარტია მზად არის იარაღი დაყაროს და თურქეთის მთავრობას მეგობრობის ხელი გაუწოდოს. და თუ ეს მოწოდება ძალაში შევა, შეიძლება ქურთების ნახევარსაუკუნოვანი დაპირისპირება თურქეთთან დასრულდეს. ქურთები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერია, რომელსაც თავისი სახელმწიფო არ გააჩნია. დაახლოებით 40 მილიონამდე ქურთი სამ ქვეყანაში ცხოვრობს. სამხრეთ აღმოსავლეთ თურქეთში, ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში. ეს ტერიტორიები მათი ისტორიული მიწებია და არაოფიციალურად მას ქურთისტანს უწოდებენ. მოხდა ისე, რომ ქურთები ყოველთვის რომელიღაც იმპერიაში ან სახელმწიფოში შედიოდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქურთებში საკუთარი სახელმწიფო შექმნის მძაფრი სურვილი გაჩნდა. თუმცა მათი ასეთი ლტოლვა ჯერჯერობით ამაოა. ქურთების ერთი ნაწილი იმაზეც ყაბულს იყო, რომ ავტონომია ჰქონოდათ, მაგრამ თურქეთს, სირიასა და ერაყს ამის გაგონებაც კი არ სურდათ. უფრო მეტიც, მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში ასადის რეჟიმი სირიაში და სადამ ჰუსეინი ერაყში ქურთების ეთნოწმენდას ახორციელებდნენ. ქურთების ნაწილმა ამ სამივე ქვეყანას ომი გამოუცხადა. ისინი დღემდე პარტიზანულ ომში არიან ჩაბმულნი. თურქეთშიც იგივე სურათი იყო. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში თურქეთში ერთი ქარიზმატული ახალგაზრდა ქურთი სტუდენტი აბდულა ოჯალანი გამოჩნდა, რომელიც ქურთების ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. მარქსისტმა ოჯალანმა ქურთისტანის მუშათა პარტია დააარსა, რომლის სამხედრო ბაზები თურქეთის საზღვართან სირიაში მდებარეობდა. პარტიის მებრძოლები თავდასხმებს აწყობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, თავს ესხმოდნენ პოლიციას, სამხედროებს, ოფიციალურ პირებს და ქურთებსაც, რომლებსაც მოღალატეება თვლიდნენ. მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე ქურთისტანის მუშათა პარტიასა და თურქეთის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებისა და ბრძოლების შედეგად 40,000-მდე ადამიანია დაღუპული. გარდა ამისა, ოჯალანს და მის ორგანიზაციას სასამართლოს გარეშე მკვლელობები, გატაცებები, წამება და სხვა მძიმე დანაშაულები ედებოდათ ბრალად. ქურთისტანის მუშათა პარტიის ასეთი საქციელის გამო თურქეთმა ის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, რასაც მოგვიანებით ამერიკა, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთიც შეუერთა. თავად ოჯალანზე კი ნადირობა გამოცხადდა. 1999 წელს ამერიკისა და საბერძნეთის სპეცსამსახურების დახმარებით თურქეთის მართლმსაჯულებამ ოჯალანი დააპატიმრა. მას სიკვდილი დასჯა დაემუქრა, მაგრამ ბრიუსელის ჩარევით ოჯალანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯალანის დაპატიმრებამ ვერ გაანეიტრალა ქურთების ექსტრემისტული განწყობა. იმავდროულად სირიასა და ერაყში ისეთი პროცესები დაიწყო, რომელზეც ოჯალანი ვერც კი იოცნებებდა. 2003 წელს ერაყში ამერიკელებმა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს. დასუსტებული, დეცენტრალიზებული ერაყი სამ ავტონომიად დაიყო. ერთ-ერთი ერაყის ქურთისტანია ერაყის განახლებულ სახელმწიფოში. ისინი ფართო ავტონომიით სარგებლობენ. ყავთ თავიანთი პარლამენტი, მთავრობა და სამხედრო ძალებიც კი. სირიაშიც იგივე გამეორდა.
2011 წლიდან ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქურთებმა ამერიკის დახმარებით თავისი სამხედრო ძალები შექმნეს, რომელიც სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად ასადის რეჟიმის დასამხობად იბრძოდა. დღეს სირიის ქურთისტანი ერაყის ქურთისტანის ავტონომიას არაფრით არ ჩამოუვარდება. ამ უკანასკნელ მოვლენათა გამო თურქეთის მთავრობას გააქტიურდა და თურქეთის ქურთებიც. თურქეთი შიშობდა, რომ სირიელი და ერაყელი ქურთების მსგავსად თურქეთის ქურთები ავტონომიას გამოაცხადებდნენ. ქურთებს კი პირიქით ეშინოდათ, რომ ერდოღანი სირიის ახალ ლიდერს გაურიგდებოდა და ქურთების ავტონომიზაციის პროცესს შეაჩერებდა. ექსპერტთა აზრით, ორივე მხარემ გამოიჩინა სიბრძნე და კომპრომისზე წავიდა. როგორც თურქეთის მასმედია იუწყება, ერდოღანი ქურთებს ავტონომია შეპირდა, თუმცა არავინ უწყის როდემდე გასტას ეს შეხმატკბილება. რადგან გარემო თამაშებს ხელს არ აძლევს რეგიონში თურქეთის გაძლიერება. მაგალითად, ისრაელის მთავრობა შეშფოთებულია და დიპლომატიურ მცდელობას არ აკლებს, რომ სირიაში რუსული სამხედრო ბაზები დარჩეს. მათი აზრით, რუსეთის სირიაში ყოფნა ერდოღანის ნეო-ოსმანურ იდეებს გაანეიტრალებს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა მუშის ოჯახში ქალაქ ბრნოში დაიბადა. დიდი ბებია ებრაელი ჰყავდა, რაც საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნაცისტური გერმანიის ხანაში პეტრ ფიალას მამა და ბიძა საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილიყვნენ. ომის შემდეგ მამა გულმხურვალე კომუნისტი გახდა, მაგრამ უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგ მან კომუნისტური პარტია დატოვა. პეტრ ფიალა მასარიკის უნივერსიტეტში ისტორიასა და ჩეხურ ფილოლოგიას სწავლობდა. სტუდენტობის დროს ქვეყნის დისიდენტურ მოძრაობაში იყო ჩართული. მისი აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული მიწისქვეშა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც დაინტერესებული მსმენელები პოლიტოლოგიაში, ღვთისმეტყველებასა და ფილოსოფიაში ისმენდნენ ლექციებს. მან რამდენიმე სტუდენტთან ერთად იატაკქვეშა გამომცემლობა დააარსა, რომელიც ანტიკომუნისტურ ლიტერატურას ბეჭდავდა. პეტრ ფიალა არალეგალურად ქრისტიანულ რელიგიურ საქმიანობასაც მისდევდა. ეპისკოპოს სტანისლავ რატკას არაოფიციალური თანაშემწე იყო. უმაღლესის დამთავრების შემდეგ პეტრ ფიალა მუზეუმში მუშაობდა ისტორიკოსად. ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და საგაზეთო ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი. 1993 წელს პეტრ ფიალამ კოლეგებთან ერთად თავის ალმა მატერში პოლიტოლოგიის კათედრა დააარსა და მისი გამგე იყო. პარალელურად სხვა სამეცნიერო დაწესებულებებშიც მუშაობდა. იყო პრაღის კარლის უნივერსიტეტის დოცენტი და შემდეგ პროფესორი. იყო ასევე პოლიტოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი. 2004-2011 წლებში მასარიკის უნივერსიტეტის რექტორად მუშაობდა. მისი რექტორობის დროს უნივერსიტეტის სტუდენტთა რაოდენობა 45,000-მდე გაიზარდა და ჩეხეთის ყველაზე პოპულარული უნივერსიტეტი გახდა. პეტრ ფიალა პოლიტოლოგიის დარგში 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 2011 წლამდე არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა, ზოგადად პოლიტიკური ცხოვრება არ აინტერესებდა. 2011 წელს კი პრემიერ-მინისტრმა პეტრ ნეჩასმა იგი ჯერ თავის მრჩეველად და მოგვიანებით განათლების მინისტრად დანიშნა. 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში პეტრ ფიალამ კენჭი იყარა როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და გაიმარჯვა კიდეც. პარლამენტში შესვლისთანავე ის სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის ფრაქციას შეუერთდა და მალე მისი ლიდერიც გახდა. 2017-21 წლებში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. მისი ძალისხმევით სამმა ოპოზიციურმა პარტიამ პოლიტიკური ბლოკი შექმნა, რომელშიც მისი სამოქალაქო დემოკრატიული პარტია, ქრისტიან დემოკრატები და მემარჯვენე
ცენტრისტული პარტია ტოპ 09 შევიდა. ბლოკის ლიდერად პეტრ ფიალა აირჩიეს. პოლიტიკურმა გაერთიანებამ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილი დაიკავა, დაამარცხა ანდრეი ბაბიჩის მმართველი ძალა. შედეგად 2021 წლის 28 ნოემბერს პეტრ ფიალა თანამედროვე ჩეხეთის მე-13 პრემიერ-მინისტრი გახდა. 60 წლის პრემიერი, როგორც თავად ამბობს, მემარჯვენე კონსერვატული საფუძველობის პოლიტიკოსია, რომელიც ექსტრემიზმსაც უარყოფს და პოპულიზმსაც. მას მიაჩნია, რომ ევროპამ არ უნდა მიიღოს მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან, რადგან ისინი არ იზიარებენ ევროპულ ფასეულობებს. პეტრ ფიალა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის პრინციპული მოწინააღმდეგეა. ასე თქვა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ერთი სქესის ადამიანებს ბუნებრივი ოჯახის, ტოლფასი ოჯახის შექმნა შეუძლიათ. ასევე ეწინააღმდეგება პოლიტკორექტულობასა და გაუქმების კულტურას. მიაჩნია, რომ პოლიტკორექტულობა თვალთმაქცობაა, რომელიც კულტურას აღრჩობს და ხელს უშლის საგნებსა და მოვლენებს თავისი ნამდვილი სახელი დაერქვას. როცა 2020 წელს პრაღაში უინსტონ ჩერჩილის ქანდაკება დააზიანეს, ის მომხდარის მიმართ მწვავე კრიტიკით გამოვიდა. 2016 წლიდან დღემდე პეტრ ფიალა კონსერვატული ანალიტიკური ცენტრის პრავი ბრჟეს, ანუ მარჯვენა ნაპირის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ცენტრის მიზანი კონსერვატულ დემოკრატიული იდეების გენერირება და განხორციელებაა. პეტრ ფიალას ქვეყნის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად არაპოპულარული რეფორმების გატარება მოუწია. 2024 წლის დეკემბერში პარლამენტმა საპენსიო რეფორმის შესახებ კანონი მიიღო, რომლის მიხედვით ქვეყანაში საპენსიო ასაკი 65-დან 67 წლამდე გაიზრდება. ასევე ფიალას მთავრობამ ატომური ენერგეტიკის გაძლიერება გადაწყვიტა, რითაც ქვეყანა უარს იტყვის ქვანახშირის მოხმარებაზე. პეტრ ფიალა ამ ეტაპზე ჩეხეთის ევროზონაში შესვლის წინააღმდეგია. მისი აზრით, ევროზე გადასვლა ჯერჯერობით ნაადრევია. პეტრ ფიალა ნატოს გაძლიერების მომხრეა. მისი მთავრობის მიზანი მომავალ წელს თავდაცვის ხარჯების ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდაა. პეტრ ფიალა პუტინის ხმამაღალი კრიტიკოსია. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ მან და მისმა მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია დაიკავა და უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერის პოლიტიკა გამოაცხადა. მისი თაოსნობით ჩეხეთმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დაიწყო. ჩეხეთი უკრაინას იარაღითაც ეხმარება. პეტრ ფიალა მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას, რის გამოც ის ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მილოშ ზემანთან და ზემანის სოციალისტურ პარტიასთან კონფლიქტშია. პეტრ ფიალა ასევე გამოირჩევა მკვეთრი პროისრაელური პოლიტიკით. ღაზას ომში ის ისრაელის მხარეს დადგა. 2024 წელს ნეტანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გამოწერის გამო მან მწვავედ გააკრიტიკა ჰააგის სასამართლო. პეტრ ფიალა ბედნიერ ქორწინებაშია. მისი მეუღლე იანა ფიალოვა ბიოლოგიის პროფესორი და მასარიკის უნივერსიტეტის პრორექტორია. წყვილმა ერთმანეთი 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დროს გაიცნო. მათ 3 შვილი ყავთ. დღეს ასე დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.